მე იშვიათად მომისმენია აღსარებაში, როდესაც ადამიანი შეიძლება მოდიოდეს და თავარ ცოდვას ასახელებდეს. ღვთის სიყვარული არ გაგვაჩნია, რომ ჩვენ ღვთის გულისათვის ცხოვრება არ ვიცით და არც გვინდა, რომ ლოცვას ვერ ვკითხულობთ და გვეზარება, ეს ღვთის სიყვარულისთვის უარის თქმა არის, რომ ცოდვას, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, ეს ჩვენსა და ღმერთს შორის ჩადგომა არის ბოროტის სულისა და განდგომა არის და განდევნა არის ჩვენი სამოთხისეული მდგომარეობიდან. დღევანდელმა დღემ უნდა გაგვახსენოს ის, რომ ადამიანის დაკარგვისა და ამ წუთის სოფელში სხვადასხვა პატივისა და ღირსებისა და მატერიალური რამის დაკარგვისა უფრო მეტად ეშინია, ვიდრე ღმერთის დაკარგვისა. ადამიანს არ აქვს განცდა იმისა, რომ ღმერთის დაკარგვა რამდენად მძიმე არის ადამიანისთვის. იმიტომ არ აქვს, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში არც მოგვიპოვებია ეს ღვთის სიყვარული, არც მოგვიპოვებია ღმერთთან ერთად ყოფნის საოცარი სიხარული, რომელიც ადამიანს გულში ეუფლება, როდესაც ღმერთი მოდის მასთან. ანუ არ გვეძვირფასება